შოთას ანდერც მიუძდევ. სულ ვცდილობ არ შემოვაკლო ქართული და არ აქვნა სიტყვა მცირობა. ამიტომ ყოველთვის მინდა სათანადო სინონიმი მოუძებნო ხოლმე სიტყვას გამოყენებული. იმ ადამიანებზე საუბრისას, რომლებიც დღემდე ხმალივით მოიქნევენ ხოლმე ტერმინს ნაცკოცური, ან კოცნაცური რა მნიშვნელობა აქვს. კარგად მესმის, რომ კონკრეტულ ადამიანებს დროის კონკრეტულ პერიოდში არ მოსწონთ კონკრეტული ხელისუფლება. კონკრეტულად 2004-2012 წლებში. მესმის, რომ კონკრეტულ ადამიანებს მაგალითად კონკრეტულად და ზოგადად არ მოსწონთ რომელიმე სხვა, ან საერთოდ არც ერთი ხელისუფლება. ეს არათუ ნორმალურია, ძალიან კარგია. რა კი, ყველაზე ეფექტური გზაა საზოგადოებისა და პოლიტიკური კლასის განვითარების. როცა შენს ხმას ისმენენ, როცა შენს ხმას მართლა ხმის ძალა აქვს. არჩევნებზე რომ მიდიხარ და შეგიძლია შენაერებთან ერთად აი ეს კონკრეტული ხელისუფლება უბრალოდ გადაერჩიო. მაგრამ ახლა მინდა გთხოვოთ კალენდარს შეხედოთ. 2025 წლის მეორე ნახევარია და ნაციონალური მოძრაობის არა ერთი, არამედ რამდენიმე ლიდერი ციხეშია, ისევე როგორც სხვა პარტიების, ვინც ნაციონალი არასოდეს არ ყოფილა. აბსოლუტურად არასამართლებრივი ბრალდებებით თან. უფრო გასაგებად, პოლიტიკური პატიმრები არიან. და როცა თქვენ 2025 წლის მეორე ნახევარშიც კი ჯიუტ და ყელმოღერებით იმეორებ ტერმინს ნაცკოცური, იქვე გთხოვ დაამატოთ, რით შევცვალო ზემოთ მითითებული სიტყვა, თუ ქვემოთ მითითებული. რა სინონიმს იმსახურებთ? სიტყვა ნაცკოცური დეფისით იწერება. დეფისი გამოიყენება მაშინ, როდესაც შედგენილი სიტყვის ორივე ნაწილი ტოლსწორია. ტოლსწორის დეფისით იწერება. ხო და რის თქმა გინდათ, ის 9 წელი და ეს 13 წელი ტოლსწორია? იმ 9 წელში, რომელიც არ მოგწონდათ, წაგართვეს სახელმწიფოდ განვითარების პერსპექტივა. იმ 9 წელში, როცა თავს ოპოზიციას მიაკუთვნებდით, უთხრეს ევროპას, ევროკავშირს, ნატოს, ზოგადად დასავლეთს, არაფერი გვინდა თქვენი მტრები ხართო. თან უთხრეს თქვენი სახელით, რა კი, თქვენი სახელმწიფოც ესე თქვენი სახელით უნდა ლაპარაკობდეს. იმ 9 წელში, როცა რა ვიცი, ცვლილებებზე უცნებობდით, ან იბრძოდით ამ ცვლილებებისთვის, ათქმევინეს რუსეთს. ეს რა კარგი ხალხია საქართველოს სათავეში როგორ გაგვიმართლაო. და რა ამ ცვლილებებისთვის იბრძოდით თქვენ? კიდევ შუაში ხედავთ საკუთარ თავსა და საკუთარ ადგილს? მაშინ უნდა ვიკითხო, ზრდილობიანად, რის შუაში? საერთოდ, ხედავთ რაიმე სივრცეს შუაში სტობისთვის, რაიმე განსხვავებას. გარდა იმისა, რომ თქვენ შეიძლება მეორე დილით მოგადგნენ, მას შემდეგ, რაც თქვენს მეზობელს მიადგებიან წინა საღამოს. ეგაა და ეგ მთელი განსხვავება. თუ ამ და მილიონ სხვა კითხვაზე უარყოფითი პასუხები გაქვთ, მაშინ 13 წლის შემდეგ მაინც უნდა მოეშვათ ამ ტერმინის გამოყენებას და აღიაროთ, რომ ასეთი სერიოზული, მართლა ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე საქართველოს დამოუკიდებლობის 35 წლის განმავლობაში უბრალოდ არ მდგარა. მაშასადამე კოცი არ უდრის ნაცს. ხოლო თუ კითხვებზე პასუხი დადებითი გაქვთ, ან ცოტას მაინც ორჭოფობთ, თქვენ მოდი მაგ პასუხის ჩამოყალიბებაზე იფიქრებთ. მე კი წავალ და ლექსიკონებს გადავშლი. იქნებ აი იმ სიტყვის რაიმე ადეკვატურ სინონიმს მართლა მივაკვლიო. ოღონდ დამშვიდობებამდე გიბარებთ. რაც უნდა მაღალ ლიტერატურული სიტყვა და მაღალ ფარდოვანი ტერმინი ვიპოვო. თქვენ ჯერ კიდევ შუაში 2025 წელს იმ დეფისად მაინც გამოყენებულები იქნებით.